ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობა გრძელდება. დღეს პარლამენტში საცალო ქსელების მსხვილი ოპერატორების წარმომადგენლებთან გაიმართება დისკუსია. განიხილება სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები. დასკვნილ რეკომენდაციები ორ კვირაში მომზადება. ამის შემდეგ უკვე კომისია სხვა სფეროების შესწავლას დაიწყებს და ფარმაცევტული და საწვავი მიმართულებით დაიწყებს მუშაობას. შევხვდებით მსხვილ ქსელებს, ეს გახლავთ 4 ქსელი, ეს არის Carrefour, Nikora, Orinabici და Daily ჯგუფი. უნდა აღნიშნოს, რომ ეს 4 კომპანია ჯამურად მთელი ბაზრის 71%-ს მოიცავს. ისინი მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ფასწარმოქმნის პოლიტიკას. განსაკუთრებული აქცენტები გამახვილდება კომერციულ ურთიერთობებზე, თუ როგორი აქვთ მათ კომერციული ურთიერთობა ჯაჭვში, ასევე რა პირობებში ხდება ანაზღაურება დისტრიბუტორებთან და წარმოებლებთან. ასევე ჩვენთვის საინტერესოა, როგორ ხდება საქონლის ბრუნვა და ის ბიზნეს პროცესები, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება ერთეულის ფასში, რომელსაც ჩვენი მოხმარებელი მიიღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში შემდეგ შევაჯამოთ და შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ურთიერთობა ამ სექტორში, სადაც ურთიერთობები მხარეებში შორის იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი. ეს ყოველივე აისახება სამომხმარებლო ფასების კორექციაში და მოხმარებელი მიიღებს შედეგობრივად საუკეთესო ფასს.